Remshidovisa ქართველებო დღეს არის 25 მაისი და ახლა არის 3 საათი იქნება მალე. დღეს მე მოგიყვებით სხვადასხვა რაღაც საკითხებს. პირველ რიგში მინდა ყურადღება გავამახვილო ხვალინდელ დღეზე, რომ აქ საჭირლებული რო აქ მთელი საქართველოს ზურიული დროშებით, იერუსალიმის დროშით. და კიდევ ის რომ დღეს დილით ვნახე განცხადება რომ კობახიძემო ხელი მოაწერაო რომ საპატრიარქოს გადასცესო 5.300.000 იმის გამო რომ 1700 წლის იუბილეს იხდისო ჩვენი ეკლესიაო. ერთი რომ პირველი ის არის რა ქვია ეს თანხა გასაგებია რისთვის დაიხარჯება, რამდენი ჯიბეში წავა, რამდენი მაიმუნობაზე და მეორე ის რომ ტყუილია ის მეორე 1700 წლის ამბავი. იმიტომ შემოგარგებო რომ ამაზე მე ბევრჯერ მილაპარაკნია რომ ჩვენივე თავს ასე ვთქვათ ეს მოუჭერით ფაქტიურად ისტორია კიდევ 1300 წელიწად პრაქტიკულად 1700 კი არა 3000 წელს უნდა ვზეიმობდეთ, მაგრამ ეს რომ აღიარონ ამისათვის უნდა გამოიტანონ ჭეშმარიტი ისტორია. ჭეშმარიტი ისტორია კი დაფუძნებულია კოლხეთზე და ეს ფესვები არის მოჭრილი. ეს სწორედ ის ხატია, რომელიც ჩვენ ყველამ ვიცით, მე ამაზე ცალკე მქონდა ვიდეო ლექციები, ვიდეოები, ფილმები, ყველაფერი. რომ აი ეს ხატი რომელზედაც ლოცულობს შენ სკოლაშია კიდე თუ არ ვწდები მაგი რომ აი ქვემოთ არის ეხლა მე ლაივში ვერ განახლებთ მაგას ქვემოთ არის დიდი კუნძი მოჭრილი თავისი ფესვებით რომლის ქვეშ არის სიდონია თითქოს ხო და ზემოთ ჰაერში არის გამოთლილი კვადრატი ბოძი მერე ზემოთ ქრისტეა და ასე შემდეგ. ფაქტიურად ჩვენ გვითხრეს თუ რა გააკეთეს და იმაზე გვალოციებენ ანუ ტყუილზე ანუ ფესი ისა ბუნებრივი ფესვები მოგვიჭრეს ხე გადაჭრეს შემდეგ გათალეს გამოაშალაშინეს თავის ჭკუაზე და ჰაერში კიდია უფესო ბოძი რომელსაც არანაირი წყალგამტარიანობა არ აქვს ანუ ინფორმაცია არ გააჩნია და ამაზე გვალოციებენ. არაზე ვლოცულობ ჩორტევო მამას დაეტყვეთ ეშმაკმაკი იცის მაგრამ ხალხმა არ იცის ხალხის გაეშმაკეს მოგლეთ მეორე საკითხი რომელზედაც მე დღეს მინდა კიდე დაგელაპარაკოთ არის ის რომ აი ეს კიდე კაი ხამე რომ გამოვიტანე ეს გადაცემა თინათობურიასთან გამახსენდა და ორ ნაწილად რო დავყავი და უყურეთ თქვენ და გაიგეთ ყველაფერი ხო? მაგრამ ამ გადაცემის დასაწყისში იყო ის შავ ფონზე ეგეთი წარწერა, რომელიც მე ჩამოვჭერი. და რა ეწერა იცით იქ დასაწყისში, გადაცემის დასაწყისში. თურმე ქრისტე ქართველი ყოფილაო. გესმით ახლა როგორ არის გადაცემა კი გავიდა. მაგრამ რა კუთხით გავიდა, გაიგეთ? ან ყოველივე წყარეთს აქვს მნიშვნელობა. ესე იგი ვინც გაუშვა, ხო გაუშვა იმ საშიაშვილის გაქვია ტელევიზია, მაგრამ როგორ გაუშვა იმას, იმიტომ რომ მე წავშალე, იმიტომ რომ ვინც მაგას უყურა თავიდან იმ დროს და რო აწერია ქრისტე თურმე ქართველი ყოფილაო, ეს უკვე ნახეთ როგორ არის, ესე იგი მაყურებელს ეუბნება ნახევრად ნიჰილისტურად. გესმით? და მე მალაპარაკებე. ანუ ეს გეტყვით ახლა მე იმას რომელიც იმ 2020-ში ეს გადაცემაზე რომ ჩამიწეს სამი გადაცემა და მაგრამ მე გეტყვით მეთქი ამაზე კიდე რაღაცები ვიცი მეთქი და რაღაცას დავამტკიცებთ და ახლა გაგიხსნით ამ ინფორმაციას. მოგლეთ მეგობრებო
თიან თოფურიამ რამდენჯერაც დამპატიჟა ხო დამიძახა ტელევიზიაში წინასწარ მეუბნებოდა პატრიარქზე არაფერი არ თქვა პატრიარქზე ნუ გასაგები ვიცოდი მე ეს რომ პატრიარქის ის იყო ასე ვთქვა გამიგეთ მაგრამ როდის რა ტელევიზია მაგას რო გავყვიროდი მე ასე ტელევიზია არ მიყვირია მაგრამ მან იცოდა ჩემი მიდგომა და ამიტომ მეუბნებოდა არიქა არაფერი არ თქვა ნუ კარგი მეუთხარი კაცო არ არის პრობლემა მაგასთვის კი არ მოვსულა მე სულ სხვა საკითხიდან მოვდივარ მეუთხარი ჯერ ერთი და არც მითქვი ახლა თუ ძალიან არ შემეკითხება რაზე ვიტყოდი ხო? ამიტომ ეს იყო ჩემი ერთადერთი გადმიშვილება. ეს იყო ჩემი ერთადერთი ისა შანსი რომ ტელევიზიაში გავსულიყავი და ახლა თემები და საკითხების მეტი რა მქონდა კაცო მე აქედან ვერ გავალ იქით საცობია როგორც ხედავ და ეხლა როგორ მოხდა იმ შარშანწინ ამ 4 გადაცემის ჩაწერის დროს ესე იგი მირეკავს ხაბატონი თინა და მეუბნება დავითიო ასე და ამ საკითხზეო ხო არ გამოხვიდოდიო მეუთხარი კარგი მეთქი აქ მთავარი იყო ჩემი დათანხმება პირველი რა იყო ახლა პირველი ეტაპი შემდეგ მირეკავს ისევ სათანხმება თუ 2 საათში და ისეთ რაღაცას მეუბნება რომ გადაცემა მასახმელო ჩავწეროთ კიდე მეორე გადაცემაო ამან და ამ საკითხს ეს როგორ იყო იცით ახლა უკვე ისეთი საკითხი იყო რომელსაც მე არ ვინებებდი რომ ცალკარში მეთამაშა ცალკარში რას ნიშნავს ახლა თამაში მეგობრებო როდესაც გამოვდივარ მხოლოდ მე გამიგე ოპონენტი არ მყავს და ნუ შემიძლია ვუბრახუნო რაღაცები მაგრამ რომ ვუბრახუნებ მე იმას როგორც დასჭირდებათ მე აჭრიან დამოჭრიან და თავის გემოზე ათამაშებენ და რა საკითხი იყო ეს იყო ის საკითხი რომელიც რაღაც მიდიოდა კონკრეტულად მეგრელობისკენ ხო ვიცი ხა ეს საქართველოში ნუ თბილისში კონკრეტულად რისთვის ჭირდება და თბილისზე რომ დაიხიონ მე ხო და მე ისი მეგრელი ვარ ხა მაგას ვერ მივხვდებოდი უარი უთხარი მე ვთხარი ამაზე არა გამორიცხულია მეთქი მე ისე მირეკავს საღამოს და უკვე შემიცვალა ნახეთ ახლა როგორ შემიცვალა კითხვა და სხვა კუთხით მიუდგა და სხვა თითქოს ახლა როგორ ვეფხისტ ყავოსანი ვეგულიყოფილა და ანუ ასე შემდეგ და ასე შოთა რუსთაველი და ეგენ გამიგეთ და ამაზეც უარი უთხარი მე შევთავაზე აი ამ გიგანტების თემაზე ვისაუბრებ რომელიც დახურულია მეთქი საქართველოში მსოფლიოში კიდე ნუ ახლა ელაპარაკობენ მაგრამ საქართველოში საერთოდ ფართო მასებში და ტელევიზიებში ამ საკითხზე არ ამბობენ შემდეგ უცხო პლანეტელებზე და ესე იგი რაც მანამდე არ მithქვამს აშკარად და ესა ნუ იმ საკითხებზე ისა ვისაუბროთ მეთქი და კარგიო მაგრამ იმაზე ვერ წამომაგეს და მე მივხვდი რომ როდესაც ადამიანი ერთხელ გეუნება დღისით ერთს მე საღამოს მეორე შუადღეს მეორეს საღამოდ მესამეს მეორე დღეს მე გზაში რო გადავედი უკვე თბილისში გზაში კიდე მითხრა კიდევ ერთი გადაცემა ჩავიწეროთ და ამ ადამიანს იმაზე კიდე უარი მე გადავასწრაფერეთ და სხვანაირად ასავკეთ ესე იგი ვერ გამომიყვანეს მე იმ როლში როგორცაც მათ უნდათ ანუ უნდათ რომ ისეთ სასაცილო იმაში მოვექციეთ თითქოს ყველაზე რთული და ყველაზე ძნელი ის რო არის აი მეგრელების თემა იმაზე რომ ავეგდეთ მე გამიგეთ და მე ხოიც მე ხარ რასაც მიზამდნენ მე ეს სატანისტები ვერ ჩამადგმევენ ამ კალოში ასე ვთქვათ ფეხი და სხვანაირად ვერ მომიარეს მე აი პირველი გადაცემის შემდეგ ჩაწერეს ყველანი ერთად გამიგეთ გამომდინარე აქედან გამოდის რა რომ თინამ ნებით უნებლიად ითამაშა იმათი თამაში იმიტომ რომ თინამ როდესაც დამირეკა მე დილით მე დღისით მე საღამოს მე მეორე დღეს მე კიდე გზაში რომ მოვიდიოდი მაშინ კიდე ესე იგი მას ვიღაცა კარნახო აბა თინა მიდი ახლა ასე უთხარი ისე უთხარი გამიგეთ თინა თავისი ჭკვით ვერ მოქმედებდა ბუნებრივია და ბოლო მე ეს ვიცოდი სულ თავიდანვე კიდე თინასთან ბევრი ჩავიწერე ასე ვთქვათ გადაცემა თავისუფალ არხზე კიდე სხვაგან და
ეხლა ის საშიაშვილის ტელევიზია. საშიაშვილი ხო თვითონ ხო პატრიარქის ის არისო, ის იყო რა ქვია, მადიდებელი. ხო იცით კაცო და შენს ტელევიზიაში რაფერ გააბედი ასეთ ადამიანს გამოსვლაო და რო დავრეკე, მე რა ხდება, თინა რატო არ გადის მეორე დავითი ვაგა ერთი ამბავია, სად მეუთხე ტელევიზია, რატო მეუთხე და შენს გამო, რატო? და ასე იქიდან დარეკეს და ერთი ამბავია, ამისთანა კაცი რაფერ გამოშვი ტელევიზიაშიო. გესმით? ბოლო ვიცოდი ისიც რომ თავიდანვე კიდე რომ თინა თუფურია იყო, ახლა გაგეცინებათ და მე როგორ მოვხდი ამათთან და რაფერ მასავკენი, მაგრამ თინა თუფურია იყო ჯაბა იოსელიანის ცოლი. თუ ნაცოლარი თუ რაღაც, ნუ არა აქვს მნიშვნელობა. ვიცოდი თავიდანვე. იმათმა თავისუფლად გამოიყენეს, მე კიდევ უკეთესად გამოვიყენე. ასეა და ასე. დავხუჭე თვალებას, სამაგიეროდ მე ინფორმაციები გავეცი ბევრი ტელევიზიით. თითაც ბევრი, მასებმა ნახა ეს ყველაფერი. ხო. ეხლა შემდეგი კიდე საკითხი შემოგარგებ. დახურული მაქვს ფანჯები და პირიგამიში. თუ გაცავთ ერთ წამენ. ესე იგი, დღეს მე შემოგთავაზებთ ორ ვიდეოს. პირველი ვიდეო იქნება ის, რომელიც 2020-ში დავიწყე მე იანვარშივე ვიდეო ლექციების კეთება მახვილი სიმართლისა. ეს იყო კოვიდი და პანდემიის საწინააღმდეგო. ესე იგი დღე და დღე ვაგროვებდი უნიკალურ ვიდეო, აუდიო მასალას, დედანებს, აუთენტურად ყველაფერი გადამოწმებული იყო. დებდი ისე მასალებს, რომ ქვას გაზტეხავდა, მაგრამ რა თქმა უნდა, ეხლა მე მაგას ვერ მოვერეოდი, იმიტომ რომ ასე მსოფლიო მაფია არის, მსოფლიო დევები ჩართული, პლუს ჩვენი ტელევიზიები და ამხელა ზომბირების ხმეს გააბრიყვეს მილიონობით და მილიარდობით ადამიანი საქართველოში. თქვენ ვერ წარმოგიდგენთ თუ რამდენი ბრძოლა გადავიტანე კონკრეტულად მე და დავიწყე მე ის იყო თბილისში იყო შორენა ქალბატონი შორენა სამწუხაროდ გვარს ვერ ვიხსენებ და მე დაიწყე სხვებმა რაღაცები მოკლედ იმდენი ლანძღვა გინება მოკლედ ახლა კარგი რომ აი ბოლო დღეებში გამოჩნდა ვიღაცამ გადაიმეორა რატო გაახსენდა არ ვიცი მაგრამ კვალიაშვილი რო არის ერთხარეს და აქეთ ყიფშიძე და მსახიობების რამოდენიმე და იქთან მხარეს არის ეს ცერცვალძე და ის თავისი წამყვანები არიან გამოლენჩილებული ხაჭიძე რო არის მომღერალი და მეორე კიდე წამყვანი მსახიობი თუ ვინ არის და ეგენი ყველა ისინი რა ქვია ვაქცინისტები ასე ვთქვათ. და როგორ იბრძვის ეკა კვალიაშვილი და ვიღაცა მოაგდეს და კიდე კაი, იმიტომ რომ მე ვაპირებდი გაგრას დღეს ამ ვიდეოს დადებას. მე ბევრი ვიდეო განახეთ, სასწაული ვიდეოები, 33 ვიდეო ჩავწერე თქვენთვის, 33. ეს იყო უნიკალური კადრები. და მიუხედავად ამისა, მაინც ბრძოლა გვიწევდა არანორმალური. მაგრამ ეხლა მე თქვენ იქიდან ამოვჭი და გადავიმეორებ, თუ არ დამიბლოკეს, კარგი იქნება. თუ არ დამიბლოკეს. ძალიან პატარა ვიდეოა და წინასწარ კიდე გეტყვი და ვისაც ახსოვს, კაია თუ ახსოვს, თორა და ახლებურად კიდე ბევრი კიდე ნახავს მას. ესე იგი, ინვალიდი ქალბატონია, ლენინგრადში ხდება ეს ამბავი. და ის გვეუბნება თუ რაშია სიამბილეში საქმე. თუ რატო გამოიგონეს ეს ყველაფერი და რატომ ატანდნენ კუდრებს ჭირისუფალს შავ ცელოფანში. შეკრავდნენ თავს და ეუბნა არიქა არ გახსნათ. ასე იყო. ამაზე რამდენი ისინი ვნახეთ თბილისიც მოხდა ბევრი ჩეპე რომ ზადა იქ რაღაცები, მაგრამ მე წინასწარ ვამბობდი და კიდე ეხლა კიდე გეუბნები. ვინც კი დამარხეთ თქვენი ოჯახის წევრი. შავ ცელოფანში და რო არ ჩახედეთ. დაგაშინეს, დაგაბრიყვეს. მაშინ კიდე რამდენჯერ გავიძახდი რომ ადამიანო, ხალხო,
თუ ორგანიზმში არის რამე პარაზიტი. ხო? რამე რა ვიცი რაღაც. როგორც კი ორგანიზმი კვდება, ნებისმიერი პარაზიტი, ბაქტერია თუ რაც არის, ისიც მასთან ერთად კვდება, იმიტომ რომ ორგანიზმი ითიშება, კვდება და თუ მკვდარია ლეში ბაქტერია თუ ის რა ქვია, რაც არის, კი? ის ვერ ისოსო და ისიც კვდება. და გადამგდები არ ხდებოდა. მაგრამ გაგაბითურეს, ხო? ჯერ ერთი და ზოგმარიცი დედაკავს დამარხული და ვიღაცის მამა. ეს ერთი. და მეორეთი და მაგი რო გაგეხსნათ, ეხლა კიდე ექსგუმაცია რომ მოითხოვოთ, რამდენ ორგანიზმში რამდენი ორგანო არდებს ვინიცის. გესმით? რამდენი ორგანო არდებს. კვდებოდნენ რომ კი არ კვდებოდნენ, კლავდნენ ჩემო კარგებო. და როცა მე ეს დავამტკიცე, მაშინ 4 ნაწილი კიდე მათ შორის 33-ში იყო 4 ნაწილი, რომელსაც სათაური ჰქონდა, ექიმები კლავდნენ. და ის ექიმები, რომლებიც მაშინ პროპაგანდირებას უკეთებდნენ იმას, რომ ილანძღებოდნენ და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, რომ აი ეს რა ქვია და გაუნათლებობები და ისა და ვინც არ გაიკეთებს და თვითონ ექიმები, ხო? ჯერ ქუთაისელი რამდენი მოკვდა, თბილისელი რამდენი მოკვდა, თვითონ ის ექიმები. პირდაპირ გეუბნებით ჩაძაღლდნენ. ისევ კოვიდით, იმ ვაქცინებით. გამიგეთ? ხო. და ეხლა იმ ვიდეოში ნახავთ, რომელიც ძალიან პატარა არის. თუ აი ეს რუსულად ქვია მაგას ბოინია. ბოინია ქვია ხა სასაკლავა ის ცხოველები, ძროხები და ემების. ღორების ასე თქვა, სასაკლაოს რუსულად ბოინია ქვია. აი ეს არის იქ ბოინია. ადამიანებს აი ეთყობოდა ეჩქარებოდა დიდი შეკვეთა ჰქონდათ. ეჩქარებოდა და ადგილი აღარ არის უკვე, გამიგეთ? და იატაკებზე და სად ვინ როგორ არის მიყრილი, მოყრილი, დიდი, ქალი, პატარა, ის რა ქვია, მამაკაცი, ბავშვი არ აქვს მნიშვნელობა. გამოფანტრულია, გამოშიგნულია ყველა ერთად. და ასეთი დასტობით გაქონდათ სამომწყობლო. და ამას აკეთებდნენ აი ეს მსოფლიო სატანისტები. წადი დროზე. მსოფლიო სატანისტები. თქვენ წარმოიდგინეთ, რამხელა ხელს მიმართეს იმისათვის, რომ ორგანოები დაეთრიათ. მე ეს ორგანოები საწავიდა და როგორ მოიხმარეს, ეს არის ცალკე საკითხია. გამიგეთ? და დაელოდეთ დღესვე დავდებ ხა მალე იმ ვიდეოს. და მეორე ვიდეო რომელიც ამ გადაცემის დროული იქნება, რომელიც მე ადრე კიდე გეუბნებოდი, რომ მე რო ვამბობ, მის უკან უამრავი ბაზა არის თქო მტკიცებულებების. და ეს რამდენი ხანია მე ვიდეო შენახული მაქვს, რომელიც წლისა 90-იან წლებისა თუ ავსდები. ეს ზოგიერთმა ნახა, ზოგიერთმა უყურა, მაგრამ მე მინდა დეტალებში კარგად მოусმინოთ. ეხლა ეს 50 წუთიანია და მე შევეცდები, რომ ორ ნაწილად დავყო ეხლა. აღმოჩნდა. ორ ნაწილად დავყოფ და კონკრეტულად რომ მოусმინოთ ყველაფერს, თუ რას ნიშნავდა კოლხეთი და ეს სულელი მეცნიერები დღევანდელი და ცოტა ადრინდელები და ისა აწინდელები კიდე რომ ქართლის ცხოვრება არ არის ქართული ჩემო კარგებო, სომეხმა დაგვიწერა ჯერ ერთი. ამ ხელა იდიოტობა და აი ამ ხელა დამცირების მეტი რა გინდა კაცო, რამდენჯერ მithქვამს, რომ ეხლა გერმანელი წარმოგიდგენია, შენ ფრანგის მიერ დაწერ ისტორიას რო სწავლობდეს ამ პირიქით. და მე ის კოლხოსი საიდან მოიტანეს, ეგროსი საიდან მოიტანეს, მე რო ზოგიერთ სიტყვებს რო ვხსნი მეგრულად სასაცილოდ რო არ ყოფნის ზოგიერთს და ალბათერად რო იცინის, რო იცინის. თქვენ ისე მე ჩიტები მყავს თავში ხო არ გონიათ ხალხ. აი ამიტომ ისი გაჩენილია ეს ბერძნული სამყარო, რომაული სამყარო, გამიგე და ასე შემი ურიული სამყაროც კიდე. ეხლა კიდე ვიტყვი იმას, რომელსაც კიდე მომავალში წელს ვაპირებ ამის თქმას, მოვიდა უკვე ამის დრო. რომ ურიებს ზოგიერთი მეუნება ურიებს რატო ეძახითო იმათო ებრაელებს ურიები არიან და იმითო. ერთმა ბოდიში და ჩათალახმა მითხრა, შენ ხარო ურიო? მე უთხარი მართალი ხარ.
მე ვარ ნაღდი ურია მეთქი. ნაღდი ურია, ჭეშმარიტი ურია თუ გნებავთ. ვარ მე, ანუ მეგრელი. ჭეშმარიტი. ისინი ჭეშმარიტი ურიები არის ისინი არა ჩვენ სახელწართხმეულები, ჩვენ წაგვართვეს მათ სახელები. ჩვენ ბევრი რამე წაგვართვეს მათ. ჯერ ერთი და ფაშისტურმა გერმანიამ ხეთური ის სვასტიკა წაიღო, ანუ ის სვასტიკა, რომელიც დღეს ჩვენ ასომთავრული ამბანში გვიზის 24 ასოთ. ეს ხო სოფლის ცნობილია კაცო. და იმათმა გამოიყენეს. თო დიდი არიული რასის არისო და სიამბლეში ხეთური იყო და ხეთური ჩვენი მოდგმა იყო რა. გაიგეთ? ასევე ის დავითის ვარსკვლავი რო არის. რო აქ ახლა იმათ ურიებს ხო? ისი ჩვენია, ჩემო კარგი. დიახ, ჩვენია. და ნამდვილი ურია მართალი თუ გითხრათ ჩვენ ვართ. ეს საბჭოთა კავშირის სტაბილი ფორმატი იყო და ზოგჯერ ესე გვეტყოდნენ ისაო კავკასიელი ურიები მეგრელები არიან. დიახ, ჩემო კარგებო, მართალია. ასეა. და ამის დამამტკიცებელ საბუთს მე წლის ბოლოსთვის ამ წლის დამთავრებამდე განახერხეთ 1,000,000%. ოდის ურიები არა ვარ ჩვენ. მერთმა დაგიფაროს. ისინი წაღლეტვაზე არიან. ჩვენ ყოველთვის გავცემდით. ცოდნათ ცივილიზაციას და ყველაფერს. გესმით? და ამას როგორ დაგიმტკიცებთ თქვენ აზრი არ ხართ. 100 ქვეყნის აკადემიკოსი რო დამიჯდეს წინ 100 ქვეყნის თვალებს ავიხვევ. ინგლისური არ ვიცი, იაპონური არ, ჩინური არ, ავსტრიული, გერმანული არაფერი არ ვიცი, ხო? დაფაზეთ, ჩამუწევ რამოდენიმე სიტყვას. და იქ დაესმევა ბეჭედი ყველას და ყველაფერს. ამის მამაკამდე არ შეიძლებოდა. ეხლა კი დროა მოსული. ეს იქნება ზე. ფანტასტიკა კი არა, ზე სასწაული. და ნახავთ თქვენ იმ ვიდეოში ვლადიმერ ალფენიძეს გამოსვლა არის ეს ფაზის აკადემიაში. თუ ვინ იყო თავად ფაზის, რატო დაერქვა ფაზისი? იმიტომ მე კიდე რო ვამბობ რომ ფუთი ქვია მეგრულა და ყველგან რო გადაგიკეთეს ფოთად. მე იქით აღმოსავლეთში ანუ იმერეთში დარჩა, იმიტომ რომ იქ არავინ არის რომ კაცო მეგრული მაინც ვერ მიხვდებიან, იქ მე დარჩა ფუთი, წარმოგიდგენიათ? ფუთი დარჩა იქ სინამდვილეში, მაგრამ აქ ძირძველი სადაც იყო იქ გადააკეთეს ფოთად. ფოთი არაფერს არ ნიშნავს. აქ სვანეთის გზაზე კიდე იყო ფუთი. ესმით? ფუთი. რომელიც გააქრეს და გადააკეთეს ბუთად, რომელიც არც მეგრულად, არც სვანულად არაფერს არ ნიშნავს. იმიტომ რომ დაძლებენ სამეგრელოში ჩუმჩუმელად ტრაფარეტებს. გამიგეთ და რომ გადააკეთებენ დღევანდელ ქართულად ჩემ შვილობ ჩემ გამოგონილ ენაზე. გამიგეთ, გადააკეთებენ და ჭრიან ფესვებს. რომელიც არის ვანდალიზმი. საკუთარი ერის წინაშე, ვანდალიზმი. გესმით? ამიტომ ვისაც გინდა ჭეშმარიტი ისტორიის მოსმენა და თუ რა გლობალურ არეალთან მქონდა საქმე ჩვენი ცივილიზაციის გავრცელებას, ჩაუჯექით და კონკრეტულად, იქ ცოტა დაბალი ხმა, მე ხა ნახევარს რო ჩამოვჭი, მაინც დასამონტაჟებელი ვიქნება, ხმას ავწევ, რომ უკეთესად გაიგოთ ყველაფერი. ძალიან სიტყვით მოусმინეთ ყველა დეტალს. და მე მივხვდები რატომ იდის სამეგრელოში და სვანეთში ტრაფარეტების გადაკეთება, გადმოკეთება. ანუ ტოპონიმები და ჰიდრონიმები სადაც წერია, რომელიც არის ვანდალიზმის ტოლფაზი კი არა, ეს არის ვანდალიზმი. ამის გამო სხვა ქვეყანაში და სხვა კუთხესთვის რო გაგვიკეთებინა ეხა პირიქით რო გადავადგილდეთ, ხო? აფეთქდებოდა, გადაირევოდნენ. ამას ასე ადვილად არ პატიობენ ხალხი. მაგრამ მეგრელები იმ დონეზე გამოვათაყვანეს, რომ დღეს კიდე მეგრელი დგას და 6 წელიწადი რო დედას ტირობდა, იმის ადგილზელოს ამბობდა, ილიას ადგილზელოს ფეხზე დგა, იმ დონეზე გამოთაყვანდნენ ეს მეგრელები კიდე. ჩემი ანებიდან დაწყებული სხვისი დამთავრებული. ამიტომ მოდის გამოღვიძების დრო შემოკარგებოდა. კარგი იქნება თუ ვისაც გამოღვიძება კიდევ გნებავთ. აი მეორე ვიდეოს საღამოსთვის რო დავდებ. ვლადიმერ ალფენიძეს გამოსვლას 94-18 წელი არ მახსოვს. აი მოусმინეთ დეტალებში ყველაფერს.
თქვენ მიხვდებით თუ რაშია საქმე და რატომ გვაქვს მე ასეთი პრობლემა საქართველოში საერთოდ ჩვენი გამოღვიძების და გაბრწყინების და ასე შემდეგ. როდესაც თვითონ სათავე, ანუ მთავრობა და მეცნიერება აკადემია არის ურჯულოებით სავსე, არა სისხლით და გონებით ქართველების მიერ, რადგან გვარი რო კონდეს, გასულია ქართულები და მენტალობიდან. გესმით? დაელოდეთ ახლა მალე დავდებ იმ პატარა ვიდეოს სასაკლაოს, რომელიც COVID პანდემიასთან იყო დაკავშირებული და მე საღამოს დავდებ იმ ვლადიმერ ალფენიძის ასე ვთქვათ, პირველ ნაწილს შუაში გაყოფ რა. აბა კარგად მეგობრებო, მომავალ შეხვედრამდე.